მოგესალმებით მეგობრებო, კარგია, სასიხარულო ამბები მაქვს, უნდა გახაროთ. ძალიან ცოტა დრო მაქვს, უცბად წავიკითხავ. მოდი. ავტორი ილია მეორე. თემა: ქართული ენა, საქართველო, მეცნიერება. ჩვენი მხნე სოციალისა და თავისუფლების წყურვილით აღსილი ხალხი საუკუნეების მანძილზე აყალიბებდა ჩვენს დიდებულ უნიკალურ ენას. ამ ენაზე შეიქმნა უძველესი ჩვენი მწერლობა. ამ ენაზე დაიწერა წამებაი წმინდისა შუშანიკისა, მთელ მსოფლიოში უსაჩინროსი ვეფხისტყაოსანი და ბევრი სხვა. ამ ენაზე მეტყველებენ გელათისა და იყალთოს აკადემიაში. ეს ენა ჟღერდება მოიცადე? ავწიორწოდ ბავშვებო, ხო. ეს ენა ჟღერა ჟღერდა, კარგი, ეს ენა ჟღერდა სინას მთაზე, წმინდა ათონზე და იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. ამ ენაზე ქმნიან თავიანთ შრომებს ჩვენი ბრძენი მეცნიერები, ჩვენ სახელოვან მეცნიერებათა აკადემიაში და ჩვენ კურთხეულ უნივერსიტეტსა და ინსტიტუტებში. ქართველ ხალხს ღრმად აქვს შეგნებული, რომ რა ენა წარხდეს ერიც დაეცეს, ჩირქი მოეცხოს ტაძარსა წმინდას. გრიგორ ოლბერიანი წერს ამას მეგობრებო. ამიტომ უყვართ თავისი ენა საქართველოს ვინებს? საქართველოს ავწიოთ გულ კეთილშვილებს. უწმინდესო და უნეტარესო ილია მეორე მაცივარში მოგმართავ მე თამარი. განა აქამდე სად იყავი კი, მაგრამ როგორ გაამახარე მაცივრიდან. უწმინდესო და უნეტარესო პატრიარქო ამას სოფლისა იესო ქრისტე, მადლობა შენ, რომ გამოაფხიზლე მკვდრები. როდესაც 9 აპრილს ჩვენს ენას ემუქრებოდნენ, მაშინ სხვანაირად საუბრობდა ილია მეორე. დავიშალოთო ეუბნებოდა ხალხს, სიკვდილი რეალურიაო. და როდესაც ქართველმა ხალხმა ქართული ენა გადაარჩინა, მათ შორის ზვიად გამსახურდიამაც, ილია მეორეს ეს საკითხი არ მოეწონა. ილია მეორემ, როდესაც ჩვენი განმანთავისუფლებელი და დამოუკიდებლობის მომტანი პირველი პრეზიდენტი და უკანასკნელი ზვიად გამსახურდია, ქართველ ხალხს ედგა მხარში საკუთარი ენის გადასარჩენად, ქართული ენის გადასარჩენად, ილია მეორე გაჰკიოდა, რომ დავიშალოთო. მადლობა უწმინდესო და უნეტარესო პატრიარქო ქრისტე ღმერთო, რომ ილია მეორე როგორც იქნა გონს მოიყვანე მაცივარში. მადლობა. ამინ, ამენით იესო ქრისტე. გილოცავთ მეგობრებო, ჩვენი მკვდარი ილია მეორე გონს მოსულა მაცივარში. ბრავო. ასე უნდა მეგობრებო, ასე. მაშ ხედავთ რა მოიტანა ძუძუების გამოჩენამ? კიდევ უფრო მეტი ძუძუები ეთერში.